დღეს არის შაბათი 6 ივნისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 24 მაისი და 2026 წელი და ვაგრძელებთ საუბრებს უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხმაფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილიას შესახებ ჩვენი პატრიარქი ჩვენ წინა საუბრისას შევჩერდით ხოსპიოს სოფელ ხოსპიოს ამბებზე გითხრობდით და რა თქმა უნდა ბევრი წელი გავიდა ამის შემდეგ ეს იყო 1999 წელი და რა თქმა უნდა ყველა დეტალი და ყველაფერი ესე ცხადად როგორც იყო არ არის მეხსიერებაში შემორჩენილი მაგრამ სამაგიეროდ რაც არის შემორჩენილი არის რაღაცა საოცრად მკვეთრი და საოცრად მოულოდნელი და რაღაცნაირი რა გითხრათ გასაოცარი ამბები დღევანდელი გადასახეთიდან მაგალითად ჩვენ მივდივართ ახალქალაქიდან ხოსპიოს სოფელ ხოსპიოდან ახალქალაქში დღეს ზუსტად ვიცი 6 კილომეტრია ოღონდ მაშინ ჩვენ ეს ყველაფერი არ ვიცით მივდივართ ფეხით გვიწყეს რომ არ არის დიდი გზა და მეორე დღეს იმ დღეს ნათლობა რო ჩატარდა მე აღარ მახსოვს ზუსტად ესე იგი იმავე დღეს გავაგრძელეთ ნათლობის დღეს თუ კიდე ერთი ღამე დავრჩით ამას ვერ ვიხსენებ მაგრამ სამაგიეროდ მინდა გითხრათ რომ მივდივართ ჩვენ ახალქალაქში სრულიად უცხო სამყაროში და ჩვენ პატრიარქმა როგორც მოგიყევით უკვე წინასწარ გაგვაგზავნა მანქანით რომ გვენახა და რაღაცა გარკვეული შეთანხმებები ქონოდა და სად მივდივართ ის მაინც რო გწოდნოდა და ჩვენ გავიცანით მაშინ ახალქალაქელები ესე ქართველები ახალქალაქში და გავარკვიეთ ერთი რამ რომ ახალქალაქში ეს არის 1999 წელი და ჯერ კიდევ ესე იგი ეს ღრმა ესე იგი საბჭოთა კავშირის პერიოდია თუმცა უკვე დასასრულს უახლოვდება და ეს ყველაფერი იგრძნობა ეს 9 აპრილის მერე და ესე იგი ამ დროისათვის ახალქალაქში არსებობდა რუსთაველის საზოგადოება უკვე ეროვნული მოძრაობის რაღაცა ნაწილი იყო და რაც მთავარია ახალქალაქში არსებობდა ქართული საშუალო სკოლა ესე ერქვა დღეს საჯარო სკოლა ესე ქვია ქართული საშუალო სკოლა დამორჩა მეტი ქართული ახალქალაქში არაფერი არ იყო ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ სად მივდივართ ვისთან მივდივართ ახალქალაქი არის 11000-იანი ქალაქია 11000 მოსახლეა და სულ იმ დროისათვის სულ რამდენიმე მკვიდრი ქართული ოჯახი 30 შეიძლება 40 ასე რომ რთული ვითარებაა მაგრამ ჩვენ მივდივართ ფეხით წმინდა ნინოს გზაზე რა თქმა უნდა ჩვენ ნაციონალური ნიშნით არ ვარჩევთ ადამიანებს რა თქმა უნდა მაგრამ ისინი გვარჩევენ სამაგიეროდ და ვინ მოდის ვინ ხვდება ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ძირითადად ეხლა საუბრობ იმას რომ ქართული მოსახლეობა თვითონ ახალქალაქის ესე იგი ძალიან დიდი შემართებით ეს ხოსპიოდან მათ იციან უკვე ეს ამბები რა თქმა უნდა იმიტომ რომ ნათესავები არიან სულ რაღაც ერთმანეთთან ურთიერთობა აქვს და მოკლედ ჩვენ მივდივართ ახალქალაქის ქართულ საშუალო სკოლაში იქ უნდა მიგვიღონ და მართლაც გვიმას პინძლეს იქ მიგვიღეს ეს არის ესე იგი მინდა გავიხსენო ეს პიროვნება ეს არის ბატონი სოსო თეთვალძე რომელიც ეხლა ასაკშია უკვე რა თქმა უნდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ყოჩაღი ადამიანი მათემატიკის მასწავლებელი იყო თვითონ ეხლა აღარ არის სკოლის დირექტორი უკვე დიდი ხანია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან ცნობილი პიროვნება არის დღესაც ახალქალაქში და მინდა ვისარგებლო შემთხვევით აქედან მას მადლობა უთხრა ბატონ სოსო თეთვალძეს რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ უკვე და
ძალიან ესეთი ურთიერთობა გვქონდა წლების განმავლობაში და ბატონი სოსო იყო ჩვენი მასპინძელი. მიგვიღო სკოლაში, ხა სკოლაზე მინდა ორი სიტყვა გითხრათ, ეს ახალქალაქის ქართული სკოლა, ეს მარტო ახალქალაქის სკოლა კი არ არის, ეს არის საჯარო სკოლა, ანუ საშუალო სკოლა, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას ერთადერთია მთელ ამ მხარეში, ჯავახეთში. რატო? იმიტომ რომ არის რა თქმა უნდა რამდენიმე ქართული სოფელი ახალქალაქის რაიონში და რა თქმა უნდა ყველგან არის სკოლა, მაგრამ იმ დროისათვის ესე იგი სკოლის ეზოში იდგა კიდევ ერთი შენობა. ეს იყო საერთო საცხოვრებელი, სადაც სინამდვილეში მიგვიღეს კიდევაც რა ღამე ჩვენ იქ დავრჩით. ღამე იქ გავათიეთ. ხო და ნუ სუფრაც ამ სკოლაში იყო გაშლილი. აი ამ საერთო საცხოვრებელში რატო იყო ეს საერთო საცხოვრებელი? სოფლებიდან ბოლო 3 წელი დამამთავრებელი კლასები, რასაც ქვია, ჩამოდიოდნენ ბავშვები, რჩებოდნენ შაბათ-კვირას და ბრუნდებოდნენ თავიანთ სოფლებში და აქ ღებულობდნენ, ნუ რამდენადაც შესაძლებელი არის იმ პირობებში, 99 წელია, ანუ წინა პერიოდი ღებულობდნენ განათლებას, იმიტომ რომ სოფლებში არასრულ ესე იგი არ არის საკმარისი რაოდენობის ბავშვი, რომ ისწავლოს სკოლა, რომ აი ღირდეს კარგი სკოლის გაკეთება და ამიტომ დაწყებით კლასებს კიდე არ აუშავდა, ნუ პირველ ნაწილს და აი ეს დამამთავრებელი კლასები, ეს ბავშვები ჩამოდიოდნენ და ამთავრებდნენ სკოლას ახალქალაქში და ნუ რაც საშუალება ქონდა სახელმწიფოს მაშინ და სახელმწიფოს რესურსი ძირითადად ამოყრილი იყო ამ ახალქალაქის ქართულ საშუალო სკოლაში და ნუ რა შეიძლებოდა ხა ვერ გეტყვით რომ წინვალი განათლებას იღებდნენ, მაგრამ კი იღებდნენ ნამდვილად განათლებას და აქ ცხოვრობდნენ. საქმე ის არის რომ ჩვენ აი პირველი 3 წელი 1999-90 წლები რომ მოვდიოდით, აი ეს მეორდებოდა უკვე ეს ყველაფერი, ჩვენ შევდით ამ სკოლაში, მაგრამ უკვე შემდეგი წლებიდან აღარ მახსოვს ზუსტად როდის იყო, ალბათ 1991 წელი იყო, როდესაც ჯერ კიდევ პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია, მინდა გითხრათ, ჯავახეთს და ჩვენ მერე წლების განმავლობაში კიდევ წინ ხვდებოდა, ესე იგი წინ ხვდებოდა მისი, რომელიც ჯერ არ არის პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, 99 წელია, მაგრამ მალე გახდება იგი პრეზიდენტი და ნუ აი ჯავახეთისადმი მისი ყურადღება სულ ესე იგი აი იმ პერიოდში, ეხლა რა თქმა უნდა დრო გავიდა უკვე და ვიღაცას ალბათ ახსოვს და ის მოგიყვება, თორე სხვა თაობა მოვიდა ეხლა და მოკლედ ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა, მაგრამ ნახეთ რა მოხდა, რაღაცა მოხდა. მან გადაწყვიტა, რომ ახალქალაქში კარგი სკოლა უნდა ყოფილიყო, ახალი სკოლა უნდა აშენებულიყო და სკოლის შენობა დაანგრია. დაანგრია, იმიტომ რომ ახალი სკოლა აშენებულიყო და მერე უკვე აი ეს მოვლენები ისე განვითარდა, რომ თვითონ უკვე როდესაც აღარ იყო პრეზიდენტი, დარჩა ეს სკოლა აუშენებელი უკვე გვიანლამდე და ამაზე მერე მოგიყვებით რა ბედი ეწია ამ ქართულ სკოლას. ანუ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ აი ეს მძიმე 90-იანი წლები ქართულმა სკოლამ გადაიტანა აი ამ შენობის საფუძველზე, რომელიც იყო საერთო საცხოვრებელი. რომელშიც აი რასაც ახლა აქ ხედავთ საიდანაც გესაუბრებით, დაახლოებით ამხელა ოთახები იყო. აი დიდი ოთახი უბრალოდ არ იყო ამ შენობაში. ნუ ეხლა ამაზე აღარ ვისაუბრებ, მე მოგიყვებით ამ ყველაფერს. მოკლედ ჩვენ მოვედით ქალაქში, ახალქალაქში და ნუ ესე იგი ეხლა აქ აღარ მახსოვს მე ნათლობის ჩატარება, მე მგონი აქ ესეთი საერთო ესეთი დიდი ნათლობა აქ არ ჩაგვიტარებია. და აქედან დავრჩით, ნუ ჩვენ ეს პირველი წელია და ჯერჯერობით არა გვაქვს ეს მაშინ ჯერ კიდევ ტრადიცია ჩამოყალიბებ ჩვენ მეორე 90-91 წლებში უკვე ყველა ყოველდღე წირავდით, სადაც არ უნდა გავჩერებულიყავით. აქ არ არის ქართული ტაძარი ახალქალაქში, როგორც მოგახსენეთ, ქართული მხოლოდ სკოლაა. ქართული ტაძარი არ არის, ნუ რაღაც ტაძარი იყო, ოღონდ ესეც არ იყო ქართული, გვიან, იმიტომ რომ 1829 წელია, როდესაც
ჯავახეთი უпростоრად ახალქალაქი გაათავისუფლა თურქებისაგან რუსმა გენერალმა პასკევიჩმა და ჩამოასახლა სომეხი მოსახლეობა აქა და ტაძრებიც ააშენა ორი ტაძარი ერთი სამხედრო ტერიტორიაზე სამხედრო ნაწილის მეორე ახალქალაქში რომელიც მერე კომუნისტების დროს დაანგრიეს არის მარტო სომხური ეკლესია ანუ ერთადერთი ქართული ტაძარი აქ ახლომახლო არის სოფელ ხოსპიოში თუმცა მინდა გითხრათ რომ მოდელიც არ არის ანუ ესე იგი აქ ბოლო პერიოდში მხოლოდ სომეხის სამღვდელოება არსებობდა სომხური ეკლესიის და ჩვენი კი არა ამიტომ ჩვენ ესე იგი ესე მოვდივართ როგორც არის წმინდა ნინოს თუ კვართის დაუჯდომელში არის ესეთი სიტყვები რომ წმინდა ანდრია და წმინდა ნინო როგორც ორი მდინარე ესე მოედინება და წარღვნა სიხენეშენი ქართველთა კერძახურებისანი ანუ ესე მოდის ახლა ეს სიახლე ესე რომ ვთქვათ რომელიც ამ შემთხვევაში არის ეს წმინდა ნინოს ზაზრშლელობა და ჩვენ მოვდივართ და ვერკვევით რაღაცეებში რაღაც ახალ ამბებს ვამცნობთ მოსახლეობას ახალ წესები შემოგვაქვს ეს ნათლობის მაგალითად და სხვა მოკლედ ეს არის პატრიარქის რეაგირება იმაზე რაც მან 1998 წელს იხილა აქ და ესე გამოაგზავნა ჯგუფი რომელშიც მეც მონაწილეობ გამოაგზავნა რომ გავარკვიოთ დამკვიდრდეს და ქართული ეკლესია რომ დადგეს აქ ესე იგი დაასწეს ფაქტიურად იმიტომ რომ არაფერი არ არის არაფერი საერთოდ რა ამაზე მოგიყვებით რა იყო დარჩენილი რას წავაწყდით ჩვენ ჯერ კიდევ ძველთაგან მაგრამ აქ ახალქალაქში კი ნამდვილად არაფერი არ არის და ამიტომ ჩვენ ესე იგი ჯერჯერობით ეს როგორც მომლოცველებმა გავათიეთ ღამე ქართულ სკოლაში აქაც აღარ მახსოვს კიდე დავრჩით თუ არა ერთი დღე მაგრამ ყოველ შემთხვევაში გავიარეთ ახალქალაქი შემდეგი ჩვენი გაჩერება არის სოფელ ხერთვისში იქაც ესე ოჯახებში ეს ჩვენი მასპინძელიც ვნახეთ სოფელ მოუკვეიცის იქაც ესე ოჯახებში დავრჩით და მივიწევთ წინ და ეხლა ასპინძის ამბები უნდა მოგიყვეთ მაგრამ გასაოცარი ამბავი უნდა გითხრათ 1999 წლის პირველი 2-3 ივნისია ხო რომ ჩამოვედით ახალქალაქში და არ ვიცი რა არის ამას რა ახსნა შეიძლება გქონდეს რომ ჩვენ ესე იგი ახალქალაქში რომ ჩამოვედით ალბათ ეს რუსთაველის საზოგადოების და დამსახურებით იყო მაგრამ ახალქალაქში უკვე იყო 9 აპრილის მემორიალი 9 აპრილის მემორიალი არაფერი თქვა რომ აქ აღიმართება ძეგლი მაგრამ ქალაქის ცენტრში მოედანზე სკვერი ძნელი სათქმელია რაღაც პატარა ესეთი ადგილია ბაღივით არის ოღონდ ქალაქის ბაღი ოღონდ არ არის აბსოლუტურად კეთილმოწყობილი არაფერი უბრალოდ ადგილია და იქ კი მივედით რომ 9 აპრილი უკვე აქ აღინიშნება რაღაცნაირად აღინიშნება რა ანუ ხა მოხდა და მემორიალი გაკეთდა და ამან ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე მოკლედ ეს რაღაცა პატრიოტული გრძნობებია ძალიან ძლიერი აქ იყო ძალიან მკვეთრად გამოხატული როგორც მოგახსენეთ ეს ჩვენი პირველი პრეზიდენტის ვიად გამსახურდა ეს უშუალო დამსახურება იმიტომ რომ ეროვნული მოძრაობა როგორც ჩვენ მერე გავიგეთ აქედან განახლდა საქართველოში ანუ აქ იყო ის ადგილი აი ჯავახეთში ჩამოდიოდნენ ეს ადამიანები რომელიც მაშინ ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ და აქ იკრიბებოდნენ და აქ შედარებით უსაფრთხო იყო ეს იმიტომ რომ რაღაც ესეთი საერთოდ ესე ამბობენ რომ იმპერია რომ იმსხრევა იმპერია პირველ რიგში ეს ეთყობა პერიფერიებს ეს ისტორიულად ესეა და აი პერიფერიაში უკვე იმპერია ვეღარ მართავს პროცესებს ეს არის იმპერიის რღვევის ერთ-ერთი ნიშანი და აი საბჭოთა კავშირის იმპერია ირღვევა
ეს პერიოდია ეხა ჩვენთვის. ნუ მოკლედ მე ესე იგი ეს ყველა დეტალი აღარ მახსოვს კარგად. მაგრამ ერთი რამ კი მინდა გავიხსენო, რომ აი მეორე დიდი ნათლობა ესეთი უკვე ჩვენ თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ნათლავთ ხალხს. ესე იგი გზაზე რომ მივდივართ და მინდა გითხრათ, რომ რაღაც არაჩვეულებრივი დახვედრა ქონდა უკვე ჩვენ ქალაქ კასპინძაში. ქალაქ კასპინძაში ნუ მთელი სოფელი, ესე იგი, უბრალოდ მთელი ეს ქალაქი ფეხზე დგას, ეს პირველი ქართული ქალაქი, ნუ ახალქალაქში არიან ქართველები, მაგრამ ესეთი ქართული ქალაქი პირველი გზაზე არის ასპინძა. ნუ ხერთვისი ქართული სოფელია, რომელიც გავიარეთ და აი ასპინძაში კი გვაქვს სერიოზული დახვედრა. იქაც არის რუსთაველის საზოგადოება და იქ ნუ გაგვაცნეს ქალაქში რა ხდება, როგორი გამოგვიძება აი საბჭოთა პერიოდის შემდეგ და რა თქმა უნდა იქ კი ძალიან ბევრი ადამიანი მოგროვდა ნათლობის მსურველი და ნუ პირველი ჩვენ რასაც ვკითხულობთ არის თუ არა ქალაქში შეგვიძლია თუ არა ქალაქში მდინარის პირას ჩავიდეთ ნათლობის ჩასატარებლად და გითხრეს რომ თვითონ შიგ ქალაქში არა იმიტომ რომ ცოტათი ოდნავ მდინარისგან განაპირას არის ეს ქალაქი მაგრამ სამაგიეროდ სანამ აი ახალქალაქიდან სანამ შედიხარ სანამ შეხვალ ასპინძაში მარჯვენა მხარეს დგას პატარა ტაძარი ეს არის ეგრეთ წოდებული ეს არის წმინდა გიორგის ტაძარი და აი მე-7 საუკუნის ტაძარი წარმოიდგინეთ მე-7 საუკუნის ტაძარი ხვილიშა ქვია იმ პატარა იმ უბანს თუ იმ ადგილს აი ამ ტაძართან არის ჩასასვლელი მდინარეში იქ რაღაცა ბანაკია ბავშვების თუ რაღაც მოკლედთან გაშენებული მაგრამ აი არ არის ძალიან შორს უბრალოდ ფეხით შეიძლება ჩასვლა და ანუ იქ თუ ჩვენ გამოვაცხადებთ საერთო ნათლობას ხალხი მოახერხებს და მოვა იქ მოკლედ მოახერხებს და მოვა და აი იქ ჩატარდა ნუ მინდა გითხრათ ძალიან შთამბეჭდავი ადგილია ძალიან ლამაზი ადგილია ხიდია გადებული მდინარეზე დიდი ხიდი რკინის კონსტრუქციაა და აი ამ ხიდიდან რომ გადაიხედავ ნუ რა ვიცი ალბათ ერთი ნუ 10 მეტრი ალბათ სიღრმე ნუ ეს 10 ხეობა რა მოკლედ ხეობაშია და ამ ხიდიდან ჩადიხარ მე მდინარის ნაპირას და იქ არის კარგი სანაპირო და დავიბარეთ იქ ჩვენ ესე იგი უკვე მეორე ესეთი ღია დიდი ნათლობა უამრავი ადამიანია მოსანათლი დავიბარეთ იქ ჩვენ ესე იგი მოსახლეობა ეხლა ამ ნათლობის ჩატარება იქ უკვე ბევრად მეტი ადამიანი მოვიდა ვიდრე ხოსპიოში და ამისი ორგანიზება არის საკმაოდ რთული, იმიტომ რომ ორი მღვდელი ყავს, უпроსტ ხო ორი მღვდელი ყავს, თუ არ ვცდები, მე ახალციხეში მამა თეოდორე შემოგვიერთდა ამბროლაძე, რომელიც დღეს ქაშვეთი არა დიდუბის ტაძარში მსახურობს, ხო და იმანაც გააგრძელა შემდეგ ჩვენთან ერთად ფეხით სიარული. მის შესახებ მე მოგიყვებით კიდე ცალკე. მოკლედ მაგ ჯერჯერობით ორი მოძღვარი ყავს, ნუ მე ესე მახსოვს შეიძლება რაღაცას ვწდები, რაღაცას შეიძლება ესე არ მოგო, მაგრამ ნუ ეს ესე იგი და ჩვენზე ჯგუფზე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რომ მივიღოთ ეს ხალხი და გამოვკითხოთ კარგად, იმიტომ რომ სანამ მონათლავ ადამიანს რაღაც აუცილებლად კითხვები უნდა დაუსვა და ვაგზავნით ჩვენ იქ მდინარის პირას ჯგუფებად ვაყენებთ უკვე ადამიანებს, იმიტომ რომ ყველა ერთად ცხადია არ მოვა, რიგრიგობით მოდიან, ნუ ზოგი მოდის, ზოგი აგვიანებს რაღაც ესე და რომ არეულობა რო არ იყოს რა, რომ ესე იგი ყველაფერი სწორად ჩაუტარდეს. და აქ მოხდა ერთი ამბავი, სხვათა შორის მინდა გავიხსენო ეს ამბავი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, რომელმაც მე ძალიან დიდი კვალი დატოვა თვითონ აი მოგზაურობის პრინციპებზე და საერთოდ ჩვენს დამოკიდებულებას. მოკლედ მოდის ქალბატონი ახალგაზრდა ქალია და ჩემთან მოვიდა. მე კიდე გაწამაწიაში ვარ, ესე რომ ვთქვა, ზოგს ხალხს იქით უშვებს, ზოგს აქეთ ესე არეული მაქვს ეს ყველაფერი და სამწუხაროდ
აი ეს რაღაც ციფხიზლე მაქვს დაკარგული რა. რომ ზუსტად ჩავხედო ადამიანის თვალებში და დაველაპარაკო, თან გდელიც არა ვარ. მოდის ეს ქალი და მეუბნება რომ ბავშვის მონათლა უნდა, მაგრამ ბავშვი არის ავად. ბავშვი არის ავად, ნუ ავად არის სიცხე აქვს მაღალი 39 მე მგონი თუ რაღაც ესეთი რაღაცა თქვა და რა ვქნა. იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჩავივლით და მე მომნათლავიც აღარავინ იქნება. ნუ არ ვიცით რა იქნება მომავალში მოკლედ რა. ხო და რა გავაკეთე და აბსოლუტურად ანგარიში მივცემდოთ უცხარი რომ ნათლობა იმიტომ არის რომ განიკურნოს ადამიანი და მოკლედ მოიყვანეთ აუცილებლად და იყოს არავის კონდეს სიცხე და მოუნათლოთ. ესე იგი არც კი დავფიქრდი მე რა ვთქვი, იმიტომ რომ ესე იგი უბრალოდ ცივწყალში რო ჩა მდინარეში ბავშვო ჩა ესე იგი ჩააყვინთე შეიძლება კრუნჩხები დაემართოს ყველაფერს თავი დავანებთ. და ესე იგი ესე უთხარი. რასთავარი ამ ხალხმა გამოიჩინა რაღაც აუცილებელი სარწმუნოება, მე აღარც მახსოვდა. კი გავეცი ეს პასუხი, მაგრამ ნუ გავიდა რაღაცა დრო 1 საათი თუ რაღაცა 2 საათი და მოდის ეს ქალი ისევ მე მომადგა პატარა ბავშვი ხელში, გახვეული ყავს ეს ბავშვი და ბავშვს აქვს სიცხე. აი მე მივხვდი უცებ რომ რაღაცა ძალიან ეხა ხო არ ვეთქვი რომ არა აღარ მოუნათლავ და რაღაცა და აი ესეთნაირად აი რაღაცას კადნიერება აქვს ის წინაშე მე მამა დავიცოც უთხარი რომ ესეთი მდგომარეობაა და მამებმაც აი რაღაცა გაბედეს რა გაბედეს. მოკლედ ვაცხეთ ამ ბავშვს ზეთი აცხეს ყველაფერი და უკვე დგება ეს დრო როდესაც წყალში ჩააყვინთო და გახადეს ბავშვს ყველაფერი. როგორ გავხადო ეს კალებს გახადეთ ყველაფერი. და გავხადეთ ამ სიცხეა ბავშვს ყველაფერი, ჩავაყვინთეთ სამჯერ, მამა დავითმა ეს ბავშვი წყალ მდინარეში, ესე კერდამდე მდინარეში, ის კი ღრმა არის მდინარე, ღრმა არის, მაგრამ მაინც აქვს რაღაც ესეთი ნაპირი, სადაც ტარდება ეს ნათლობა და მოკლედ ეს ბავშვი სამჯერ გამდინარე ცივწყალში ჩააყვინთა მამა დავითმა, ანუ ჩვენ ჯგუფი არის ხო ეს ჩვენი და ამიტომ ვიძახი რომ ჩვენ ვქენით ეს პასუხისგებლობა. ნუ შემდეგ ვაცხეთ მირონი, სასწრაფოდ მე გავახვიეთ ამ თავის ესე იგი ამ სახვევებში, თვეების ბავშვზე არა ლაპარაკი, დაახლოებით ალბათ 3 თვის აი რაღაც ეს. და გავატანეთ ამ ქალს სახლში. ოღონდ უკვე ძალიან სერიოზული, ესე იგი აი ცირედ მორწმუნეობა თუ რა ვიცი, ეჭვი აი რა გითხრათ, ეხლა ნუ ადამიანურად, ხო, ადამიანურად, ეხლა დღეს რო ეს გააკეთო, ნუ რაღაცა ბავშვების უფლებების დაცვა და რა ვიცი, ეხლა მაშინ სად იყო ეს ყველაფერი და მოკლედ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა რა. აი ბოლომდე უნდა ენდო ღმერთს რო ეს გააკეთო და მინდა გითხრათ, რომ გავიდა 1-2 დღე თუ 3 დღე ჩვენ ასპინძაში ვარ და გავდივართ ასპინძიდან, უკვე დაიძრა ჯგუფი და ეს ვიღაცა დაგვეწია ეს ქალი მოვიდა და მოვედიო სპეციალურად რომ გითხრათ რომ ბავშვი აი იმ წუთიდან რომ მოინათლა სრულებით განიკურნა სრულებით. ოღონდ მინდა გითხრათ რომ ეს არის ღვთის განგება რა, ეს არის ღვთის განგება, ეს არის ნამდვილი სასწაული რომელიც მაშინ აღესრულა, რომელმაც ჩვენზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. და აი ამან გადაგვადგმევინა კიდე შემდეგი ნაბიჯები და მინდა გითხრათ რომ ამის შემდეგ ნუ მე პირადად სასულიერო პირი გავხდი, მამა დავითი, მამა ტარიელი, აი ჩვენ პრინციპულად უკვე მერეც უკვე რომ ჩამოვედით ქალაქშიც, ნუ თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ იყო, ცივწყალში ვნათლავდით. ბავშვი მაშინაც კი როცა არ იყო საშუალება რომ მდინარეში მოგვენათლა მაგალითად. თუმცა თბილისში არის და მაშინ იყო ეს ადგილი ბოტანიკურ ბაღში, სადაც მე პირადად ჩემი სრულები ჩაჩქერია და გამდინარე ცივწყალია და აი იქ რო უთხოვია ვინმეს. ნუ ეხლა არის ბაპტისტერიუმი ქვია, ყველა ეკლესიაშია თითქმის და ამიტომ ხა ეს აუცილებლობა აღარ არის, მაგრამ მაშინ რო ჩამოვედით და რო იყო ეს აუცილებლობა, იქ მივდიოდი. სანამ მღვდელი გავხდებოდი, მამა დავისხოვდი და ავდიოდით და იქ ვნათლავდით ხოლმე. და ბოტანიკურ ბაღში და მერე უკვე მოგვიანებით მე თვითონ რამდენჯერმე ჩამიტარებია ეს ნათლობა იქ. მოკლედ აი ესე იგი, აი ესეთნაირი აი ამ შემთხვევის საფუძველზე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ახლა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ კი ვაკეთებდით ჩვენ, მაგრამ მაინც პასუხისგებლობა მაინც პატრიარქზე იყო, იმიტომ რომ ჩვენ მას უყვებოდით ამ ყველაფერს, მისი ლოცვა კურთხევა
ქონდა და აი აქედან უკვე საბოლოოდ აი მასპინძის შემდეგ საბოლოოდ უკვე პრინციპულად დაწესდა ეს ამ ის სულელობის ესე იგი თანხლები იყო ეს ნათლობები რომელიც ფაქტიურად აი პირველი წლების განმავლობაში განუყოფელი ნაწილი გახდა აი ამ ფეხით წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობის განუყოფელი ნაწილი მდინარეში ნათლობა იმიტომ რომ აი ეს პირველი წლების განმავლობაში არა მარტო სხვათა შორის ჯავახეთში შემდეგ უკვე რომ ახალციხიდან გამოუყევით უკვე ესე იგი აი ამ თორი ჯერ ესე ქვია მას ბორჯომი და მის შემოგარენს მე ქართლში გადმოვედით ხო აი სულ ეს იყო პირდაპირ უკვე ვიცოდით რომ აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ნათლობა და ეს იყო აი სახე შეიძლება ითქვას აი წმინდა ნინოს გზაზე მოგზაურობის სახე რომ ჩვენ აუცილებლად მივიღოთ და ჩატარდება ნათლობა ამას მე დაემატა კიდე რაღაცები ესე იგი ეს რაღაცები რას ნიშნავს ნუ საიდუმლოებები ქრისტიანული ნუ ჯვრისწერები ზიარება აღსარება უთ ეს მერე და ნუ ჩვენ ესე იგი მოუყვებით ახლა ამ ასპინძის შემდეგ უკვე ახალციხეში უნდა შევიდეთ და ახალციხეში კიდევ ბევრი რამ საინტერესო გველოდება და ესე იგი ჩვენ მოვდივართ და პირდაპირ დინარეს მოუყვებით და მე უკვე დამთავრდა ეს მოგზაურობა პირველი 99 წელს აი მე ნუ ჯერ დავამთავროთ და მე მოგიყვებით უკვე შემდეგი წლის მოგზაურობა სხვანაირად დაიგეგმა იმიტომ რომ უკვე რაღაც გამოცდილება დაგვიგროვდა მოკლედ აი ესე მოვდივართ ახლა როგორც მოგახსენეთ ახალციხეში იქ მსახურობდა უკვე მამა თევდორე ამბროლაძე რომელიც შეიძლება ითქვას რომ იმ ხარის განმანათლებელია იმიტომ რომ იგი მსახურობდა კათოლიკურ სოფლებში უდე არის მაგალითად უდე და არ არის ნუ ეს ანცნობილი სოფლები იყო დღესაც ცხოვრობენ კათოლიკები თუმცა დღეისათვის უკვე შეიძლება ითქვას რომ ესე ვერ ვიტყვით რომ კათოლიკური სოფელია იმიტომ რომ აი სწორედ მამა თევდორეს მოღვაწეობის შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი მოინათლა და ესე სხვა შორის მერე უკვე შემდეგი წლის მოგზაურობებში თემა იყო უკვე მოგვიანებით მუსლიმი ქართველები კათოლიკე ქართველები რომლებიც რაღაცა დროს ამბობენ რომ არა ვართო ქართველებიო ფრანგები ვართო ეს პატრიარქი რო პირველად ჩაბძანდა არალში ნუ ამას მერე მოგიყვებით ნუ მოკლედ აი ესეთი ბევრი სხვადასხვა თემა გამოჩნდა აი მას მოგახსენეთ აი როგორც დინარე მიედინება და გარეცხავს ყველაფერს აი ესეთი იყო ეს პირველი წმინდა ნინოს გზა ბევრი ამბავი შევიტყვეთ და მოკლედ რაც თავარია ეხლა ვერ ვიხსენებ რომ ახალციხემდე ეს მოხდა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალციხეს უпростоრეთ აწკულს რომ გამოსცით სადაც არის ისევ კიდევ ერთი სასაზღვრო პუნქტი ორი სასაზღვრო პუნქტი იყო ერთი ფარავნის ტბაზე და ერთი აი ამ აწყურში რომელიც უნდა გაიარო და გამოდიხარ უკვე საქართველოს ძირითად ნაწილში ეს კი იყო საქართველოს სასაზღვრო ზოლი და აი ამ ახალციხეში თვითონ შიგნით ნუ კი არის დინარე ოღონდ ეს არის ის ადგილი სადაც ესე წერია წმინდანოს ცხოვრებაში რომ სანამ დინარე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიედინებოდაო ბევრი განსაცდელი გადახდაო წმინდანინოს და მე როდესაც უკვე მოტრიალდა დინარე ეს ადგილი ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის გეოგრაფიულად რომ აი 180 გრადუსით იცვლის დინარე ახალციხეში დინარე მტკვარი თავის მიმართულებას 180 გრადუსით ტრიალდება და უკვე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება და გაუადვილდა წმინდა ნინოსაც გაუადვილდა უკვე მოგზაურობა. ნუ ესე იგი იმას ვამბობდი რომ ჩვენ გამოვცდით უკვე ესე იგი ახალციხეს მე მინდა აქედან კიდევ ერთხელ ვთხოვო ყველა იმ ადამიანს ვინც აქ მონაწილეობდა რომ რაც მე არ მახსოვს კარგი იქნება რომ ყველა მოყვეს ეს ამბები ძალიან მნიშვნელოვანია და ნუ შემდეგი წლების მოგზაურობებიც ემატება ამას და ნუ გამოვიარეთ
ჩავედით აწყურში, აწყურიდან უკვე შემდეგ ბორჯომში უნდა ჩავიდეთ და მინდა გითხრათ, რომ აი წმინდანის განზე დღემდე ბორჯომი განსაკუთრებული ადგილია. ვერ გეტყვით, აი არ ვიცი როგორ აუხსნა, მაგრამ ნუ ესე იგი შემადგენლობის მოსახლეობის თვალსაზრისით ძალიან მაღალი არის პროცენტი მორწმუნეების, ანუ მართლმადებელი ქრისტიანების. შეიძლება ითქვას, რომ ნუ ხა თუმცა საქართველოს ვამბობთ, რომ მართლმადიდებლური ქვეყანაა, ბორჯომი პირველ რიგში შეიძლება ითქვას, ნუ აი საოცარი მოშურნეობა თუ საოცარი გამოიჩინეს, აი პირდაპირ გულში ჩაიხუტეს. ყველა ესე აკეთებდა გზაზე, მაგრამ აქ რაღაცა უფრო ტყბო მეტი შესაძლებლობები იყო და მოკლედ ეს ბორჯომი განსაკუთრებულად დაგვამახსოვრდა, მკაცრავად. ბორჯომშიც დაგვდა ეს მემორიალი 9 აპრილის. ბორჯომშიც დაგვდა, რომ აქ უნდა ძეგლი აღიმართოს. ეხლა კი არ ვიცი მართალი გითხრათ ბორჯომში რა ადგილზეა. ახალქალაქის შესახებ კი მე მოგიყვებით, ამ მემორიალს ვაბედი ეწია და უკვე იწყება ესეთი რამ, რამდენჯერმე მოხდა, როდესაც პატრიარქი სპეციალურად ჩამობრძანდება, რომ შეხვდეს ამ ჯგუფს, მომლოცველთა ჯგუფს, გამოკითხოს, როგორ მიმდინარეობს ჩვენი მსვლელობა და სხვათა შორის ამასწინად გამოქვეყნდა ვიდეო მასალა გადაღებული პატრიარქი კასპში როგორ ხდება ამ ჯგუფს ჩამოდის სპეციალურად ხელისუფლებას ხდება და აი ამ მომლოცველთა ჯგუფს მამა დავითი ჩანს კადრში, მეც ვარ კადრში და იქ ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა. ძალიან საინტერესო. პატრიარქის ჩამოსვლა, ნუ ეს არის რაღაცა საოცარი სიხარული, საჩუქრები ჩამოაქვს, ნუ ეს საკვები, ნუ აი ხილი მაგალითად, ეხლა მოგზაურ ადამიანს ეხლა მაინდა-მაინც ბევრს ვერაფერს გაატან, მაგრამ ნუ აი რაღაცა საოცარი დიდი სიხარული არის. ეხლა შენთან სპეციალურად რომ პატრიარქი მოდის წარმოიდგინეთ, ხო და აქ ესე იგი ხაშურში იყო მე მგონი რომ ჩამოვიდა ხაშური ნუ კასპი ხა რატო რა არის აქ ხა ხაშურის ამბები ცალკე მინდა მოგიყვეთ ჯერ სანამ პატრიარქი ჩამოვა ძალიან ესეთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დიდი დახვედრა მოგვიწყეს ხაშურში ორი მოძღვარი იყო მახსოვს მამა ვახტანგი ეხლა მე გვარებს ვერ გეტყვით მამა ვახტანგი იყო და მამა გიორგი და ნუ მიგვიღეს ოჯახებში გაგვანაწილეს და ნუ მოკლედ დიდი სიხარულით მოკლედ ჩვენ მოვდივართ და აქ მოხდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ რომელსაც ასევე ფაქტიურად სახე განსაზღვრა ჩვენი მოგზაურობის ხაშურში დაგვახვედრეს ჯვარი ნუ ჩვენ რომ მოვდიოდით ეს აღარ მახსოვს გითხარით თუ არა სპეციალურად დიდი ზომის აი ეს ფაქტურად ვეცადეთ რომ ნატურალური ზომის ჯვარი გაკეთებული იყო ვაზისგან და პატრიარქმა ეს ჯვარი გადმოგცა 1 ივნის ფარავნის თვალზე და ამით დავიწყეთ ცერა რომ მოვდივართ ეს ჯვარი მეტი სხვა არაფერი არ აქვს ესე იგი თან ნუ ხატები ვისაც აქვს მაგრამ აი სპეციალურად ეს ხატი არ არის ჯერ შექმნილი ამ მოგზაურობის და აი ჯვრით მოვდივართ წმინდანი ნუ ჯვრით ხელში და აქ განუქცეს ესე იგი ხის ჯვარი მგონი ცაცხვია თუ არ ვცდები რომელიც ესეთი რამ გითხრეს რომ ცოტა ხნით ადრე უკვე მდინარე მტკვარი ადიდებული რო იყო მოკლედ მოქონდა რაღაცა ხის ტოტები რაღაცა და ეს ამ მოძღვრებს არ ვიცი ვინ მიუტანა მაგრამ ესე იგი ეს რაღაცა ორი ერთმანეთთან შეზრდილი არა მართი კუთხით არამედ დახრილი კუთხით ორი დიდი ტოტი რომელიც გადაჭრეს ესე იგი და გამოვიდა ფაქტიურად ანდრია პირველწოდებული როგორ ჯვარზეც გააკრეს აი ეს X-ის ფორმის აი რაღაც ამდაგვარი ეხლა არ მაქვს რომ გაჩვენოთ ეს ჯვარი
ინახება დღემდე ამ ჯვრით დავდივართ მოგზაურობაში ეს ყოველ წელს ამ წმინდა ნინოს ჯვრით და აი ამ ანდრიას ჯვარი დავარქვით და აი ამ ჯვრით ხელში მოკლედ ეს ჯვარი გვაჩუქეს ხაშურში და ესე გავაგზავნეთ გზა. ნუ ერთი რაც მახსოვს ხა ძალიან კარგად ამ ხაშურში პატრიარქის ჩამოსვლა, ხაშური კასპი, ნუ ეს რაღაც ერთი სივრცეა. კასპს იმიტომ ამბობ, რომ ესეთი რამ მოხდა, რომ ჩვენ ჯგუფის ერთი წევრი, მაგრამ თუ შეიძლება ეს მერე იყო. აი ხა უკვე მერევა მეხსიერებაში. ალბათ მერე. მოკლედ ერთი საოცარი ამბავია, ამ პატრიარქის ჩამოსვლა, ესეც ვერ ვიხსენებ 99 წელია თუ 90. ნუ ნახავ აღარ მახსოვს იქ. მე ვფიქრობ, რომ ამას დაურთავ ამ დღევანდელ საუბარს, მოვნახავ ინტერნეტში სად არის ესა, YouTube-ზე და ხო და მოკლედ ერთ-ერთი წევრი ჩვენი პატარა ბიჭია რა, მაშინ 11 წლის არის, კობა სუბელიანი, რომელიც მერე ცნობილი პიროვნება გახდა, ქალაქის, ესე იგი, მინისტრიც კი იყო, მოკლედ ცოტა ხანი, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის პერიოდი საქართველოში და ესე იგი ეს კობა გახდა, ნუ მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, მოკლედ ესე რო ვთქვათ რა, ახალგაზრდა კაცი და მაშინ კი პატარაა სულ და ძალიან მოუსვენარი ბავშვი იყო და მოკლედ ნათლობის დროს კი მგონი ეს უკვე შემდეგი წლები იყო, მამა ვახტანგ გასათიანი ნათლავდა, რაც გარდაცვლილი ესეც ნათლავდა და მოკლედ ეს ჩვენ ვეხმარებოდით დინარეში ხალხის შეყვანაში და მოკლედ ეს ბავშვი რაღაც ყურადღება დაგვშვა, მოკლედ წყალმა წაიღო რა. თუ განბანა უნდა განებანა ეს თუ რაღაცა. აი ნუ ესე იგი ისეთი ამბები და დავხვდით იმ დინარეს რაღაცა გადავარჩინეთ, ამოვიყვანეთ წყლიდან, გადავრჩით რა. ხო და პატრიარქმა მოიკითხა, პატრიარქმა იცოდა უკვე მე ჩამობძანდა და პატრიარქა იმ კადრებში ნახავთ ამას რა. იმ კადრებში ნახავთ როგორ მივუყვანეთ პატრიარქს და ნუ რაღაცა დაუცა. ნუ მოუსვენარი ბავშვი იყო რა, თავიდანვე. ხო და ერთმა დაუცეს ბატონი კობა, ეხა დიდი კაცია უკვე, თვალსები უცხოეთში ცხოვრობს ეხა. მოკლედ ეს. ნუ აი ეს რაც მახსოვს, ესე იგი, ეს არის აი ეს რომ რამდენჯერმე დაგვხვდა პატრიარქი გზაზე, როგორც ჩანს სხვადასხვა ყოველ წელს გვხვდებოდა, ყოველ წელს უკვე ამ მხარეში, ამ ადგილებში და კიდევ ესე იგი ახლა რაც მინდა ბოლოს გავიხსენო დღევანდელ საუბარში, ეს არის რომ ჩვენ ესე იგი ფეხით რო გამოვიარეთ, ჩვენ სწრაფად მოვდიოდით, არავითარი რაღაცა გეგმა არ ქონია ჩვენ რომ როდის უნდა ჩავიდეთ და რაღაცა. ეხლა ყველაფერი სხვანაირად არის, იგეგმება ეს ყველაფერი და 40 დღე გამოდის მსვლელობა, რატო გამოდის ამასაც მოგახსენებთ. მოკლედ ჩავედით 27 დღე დაგვჭირდა პირველ წელს 1999 წელს 27 დღე დაგვჭირდა აი მზის გასავლელად, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ მოვდიოდით, მდინარეს მოვუყვებოდით და ჩქარა დავდიოდით და 27 დღეში ჩამოვედით, თუმცა უფრო სწრაფად შეიძლება ამ მზის გავლა, მაგრამ ჩვენ ესე დავჭირდა. ჩამოვედით, ნუ რა თქმა უნდა უწმინდეს შევხვდით, მოუყევით ყველაფერი, ოღონდ ერთი შეხვედრით ამის მოყოლა შეუძლებელი იყო, კი მიგვიღო, კი დაგვუცა და ნუ მთელი ჯგუფი და მე ამის შემდეგ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ეს რაღაც რამდენიმე დღე, ეხლა რატო რამდენიმე დღე ამასაც მოგახსენებთ, ეს რამდენიმე დღე, ესე იგი სულ ამ თემაზე არის პატრიარქთან საუბარი, ნუ ძირთადად მამა დავითი, მამა ტარიელი უყვებიან და მეც ხშირად ვესწრები უკვე ამ საუბრებს და ნუ ვიხსენებთ რა იყო, როგორ იყო და ნუ აი გავიდა რამდენიმე დღე, ნუ 2 კვირა დაახლოებით, იმიტომ რომ 40 დღე არის 1 ივნისიდან 13 ივლისამდე. ეხლა რატო 13 ივლისი? იმიტომ რომ 12 ივლისი არის პეტრე-პავლობა, ეს პეტრე-პავლობის მარხვაში ხდება ეს მოგზაურობა და 13 ივლისი არის სვეტიცხოვლობა. ანუ ესე იგი სვეტიცხოვლობა წელიწადში 2 ჯერ არის
ერთხელ არის ეს კვართის დღესასწაული, რომელიც არის დაფული, ეს არის ოქტომბერში, 14 ოქტომბერს და ერთხელ არის სვეტიცხოვლობა 13 ივლისს, როდესაც არის კრება 12 მოციქულის, ანუ 12 მოციქულის ხსენება ამ დღეს და სვეტიცხოვლის ტაძარი არის 12 მოციქულის სახელობის. თვითონ ტაძარი მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სიწმინდე არის, კვართი იქ ინახება, თვითონ ტაძარი არის 12 მოციქულის სახელობის და ამიტომ ეხა სვეტიცხოვლობა უნდა ჩატარდეს, პატრიარქმა ბრძანა, რომ ჩატარდება სვეტიცხოვლში, ესე იყო, ცხადია, რომ ესეთი მასშტაბური და ესეთი ზეიმური წინა წლებში ვერ იქნებოდა ამ ისე კომუნისტური რეჟიმის გამო და მოკლედ სვეტიცხოვლობისთვის ვემზადები და აი ნახეთ. აი ჯგუფმა გამოიარა, ხა პირველი წელია 99 წელია და ეხლა ეს ტრადიციები ეხლა ყალიბდება და პატრიარქი გვიბარებს ჯგუფის წევრებს სხვათა შორის მეუფე დანიელს, ანუ მამა დავითს და ჯგუფის წევრებს და გვეუბნება ესეთ რამეს, რომ ამ დღეს სვეტიცხოვლობა დღეს წირვის შემდეგ უნდა ჩატარდეს დიდი ნათლობა. დიდი ნათლობა უნდა გამოცხადდეს ესა მთელ საქართველოში, რომ ფაქტიურად ეს ნათლობის პრობლემა დგას, იმიტომ რომ ხა ესე მდინარეში ნათლობა, არავის არ გაუგია რა, არავის არ გაუგია ძირითადად ტაძრებში უკეთეს შემთხვევაში თუ არა და სახლში ეს რაც მოვატანინეთ მაშინ ამ ხოსპიევში ეს ჯამი რაღაცა რომელშიც უნდა ჩააყენო და თავზე დაასხა წყალი ადამიანს ხშირად სახლში ხდებოდა. ესეთი რამ რომ და ამის გამო ბევრი ადამიანი, ვისაც შეიძლება მონათლულიყო, მოუნათლავი იყო და მოკლედ გამოცხადდა, უნდა გამოვაცხადოთ უწინესმა ბრძანა, უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო ნათლობა მცხეთაში. ეხა სად? ცხადია, როგორც წმინდანინის ცხოვრებაში არის აღწერილი მტკვრისა და არაგვის შესართავში. და აი პატრიარქი გვაძლევს დავალებას, რომ წავიდეთ, ეხლა ჩავიდეთ მცხეთაში და შევარჩიოთ ეს ადგილი. სადაც უნდა ჩატარდეს ნათლობა, უკაცრავად. გავემგზავრეთ მცხეთაში, რომ ნათლობის ადგილი შევარჩიოთ. მინდა გითხრათ, რომ არ არის ადვილი ეს. არ არის ადვილი, იმიტომ რომ უკვე თვითონ აი სადაც შესართავთან ძალიან გაშლილი არის ეს მდინარე, ლანდშაფტზე მოგახსენებთ და ფაქტიურად უშუალოდ შესართავთან მდინარესთან მისვლაც კი შეუძლებელია, იმიტომ რომ ძალიან დაჭაობებული ვთქვათ არა, მაგრამ ძალიან დაბალი ნაპირია და სრულებით მოუხერხებელია. ეხა იქ რომ ხალხი დავაყენოთ და ეხა ბევრ გამოვაცხადებთ, რომ ვიტყვით, რომ აქ იქნება ეს ნათლობა, და ესეთი აზრი გაჩნდა. ესე ვერ ვიტყვით რა, ზუსტად თან როგორ უნდა მიუთითოთ ამასაც მნიშვნელობა აქვს, როგორ უნდა მივიყვანოთ ეს ხალხი. და აქ მოხდა ძალიან საინტერესო ამბავი, ესე იგი ესეთი აზრი გაჩნდა. ეხლა ვერ გეტყვით მამა ტარელს გავუშთა ეს აზრი თუ მამა დავის, მაგრამ ესეთი რაღაცა ვთქვით, რომ ესე იგი მე არც ვიცოდი ეგეთი რამე თუ არსებობდა, არსებობს თუნდაც სამაშველო სამსახური მცხეთაში, რომელსაც ყავს, გვირჩიეს იქ. რომ ვიკითხეთ, ტაძარშიც რომ ვიკითხეთ, აი რა ვქნათ. სამაშველო სამსახური მცხეთელებმა იცოდნენ ესა, რომ არსებობდა სამაშველო სამსახური არის, რომელსაც ნავები ყავთ. და მივაკითხეთ ამათ, რომ ამათმა ყველაზე კარგად იციან მდინარე და მისი ლანდშაფტი. და მოკლედ ამათ, ესე იგი, დიდი სიხარულით დახვდნენ. ჩვენ, ესე იგი, თვითონ მცხეთაში, სად არის განლაგებული ეს, ესე იგი, მდინარის ნაპირზე არის ამათი დაწესებულება და მოკლედ მივედით, ცხელად ან უკვე ზაფხულია და მოკლედ ესენი ხა მაშველები შესაბამისად სამაშველო ფორმებში მდინარის ნაპირას არიან წამოწოლილები, ესე იგი, რა. ხო და
სამაშველო ფორმა რას ნიშნავს, რომ არაფერი არ აცვიათ ფაქტიურად ტანზე, რომ ესე იგი რამე რომ მოხდეს უცებ გადაარჩინონ ვიღაცა და როგორც ჩანს ეგეთი შემთხვევები ხდებოდა მაინც და მოკლედ ესე იგი მივედით რომ მოუყევით რა გვინდა რომ ხე დაინახეს მოძღვრები მოვიდნენ მრევლი რაღაცა ცოტა შეწუხდნენ ხა ესე რო იყვნენ შიშვლები მაგრამ აი როგორც იქ წერია ზუსტად სახარებაში პეტრესო შერცხოვა და წყალში გადახტაო მაცხოვარი რომ მოვიდა შიშველი იყო ხა ლაჩიშველი ალბათ არ იქნებოდა მაგრამ ამ შულობა აქ მოკლედ ესენიც ესე ძალიან შეიშმუშნენ მაგრამ გითხრეს რომ ყველანაირად დაგვეხმარებოდნენ ეს რა იყო ხა ეს დახმარება ესე იგი აღარ მახსოვს 2 თუ 3 ნავი რომელშიც ჩვენ გაგვანაწილეს და ამ ნავებით ესე იგი ჩვენ დავთვალიერეთ უკვე ნაპირი დინარის მხრიდან რაც ბევრად უფრო ეფექტურია იმიტომ რომ ეხლა ესე ნაპირ ფეხით ვერიული იმიტომ რომ ეს რაღაც სცენარეებია რაღაცა და მოკლედ ჩვენ ესე იგი დაგვათვალიერებინეს მთლიანად ეს ნაპირი აი მდინარეში ნავებით გავისეირნეთ და ამათმა გითხრეს რომ ესე პირდაპირ ზუსტად იმ გეოგრაფიულ ადგილას სადაც ეს ორი მდინარე არაგვიდა მტკვარი ერთმანეთს უერთდება რომ იქ შეუძლებელი ასეთი ადგილი იქ არ არის სადაც შეიძლება ამხელა ნათლობის უსაფრთხოდ ჩატარება ეხლა ესენი ეხლა თავარ როლში არიან უკვე ეს მაშველები იმიტომ რომ მათ ეხლა თუ ამხელა ღონისძიება უნდა ჩატარდეს უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების პირობები და მოკლედ ამიტომ უკვე ჩვენ მათ ვეკითხებით რჩევას. ამათმა გითხრეს რომ ესეთი ადგილი არის ცოტა ზემოთ მდინარე არაგვის ნაპირთან. და წაგვიყვანეს და გვაჩვენეს და მართლაც გადასარევი ადგილია ფაქტიურად მე უკვე მოგვიანებით ეს ადგილი ავარჩიეთ და უკვე იქ ესე იგი მე გვიან უკვე 2000 წლისთვის საგანგებოდ მოეწყო ეს ნაპირი კიბეები გაკეთა წყალში ჩასასვლელი რა ვიცი აი ბევრი რამ ეხაც არის ეს მოწყობილი თუმცა ეხა აღარც ვიცი ესეთი მასობრივი ნათლობები ეხა კიდე ტარდება თუ არა წლების განმავლობაში, თავიდან კი ყოველ წელს იყო. მოკლედ, ესე იგი ავარჩიეთ ეს ადგილი და როგორ არიცით, სვეტიცხოვლიდან უკვე რომ დამთავრდებოდა წირვა, ესე დაიგიგმა, ფეხით ჩავდივართ სანაპიროზე და აუყვებოთ ზემოთ მდინარეს და არ ჭირდება ბევრი სიარული, არ ვიცი ხა 1 კილომეტრი იქნება თუ არა, შეიძლება არც არის. და მოკლედ ესე იგი ფეხით გადავადგილდებით უკვე წირვის შემდეგ ყველანი ერთად პატრიარქთან ერთად. აი ესე არის დაგეგმილი მოკლედ ეს ამბავი. ოღონდ სანამ ამ ნათლობის ამბებს მოგიყვებოდეთ, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სადაც არის იცით განწყობა რო გითხრათ, აი რა განწყობა სუფევს ესე იგი ხალხში და როგორ ყველა ემზადება. მოკლედ ამათმა მოგვიყვანეს ისე თავის სამაშველო ადგილას და გითხრეს რომ ესეთი თავიანთი სამსახურეობრივი თუ რაღაცა პროფესიონალური საიდუმლოება გაგვიმხილეს. როგორც მოგახსენეთ, საშინელს ხელა და გითხრეს ხა ჩვენ ნაპირზე და ჩამოვსხდეთ და ესე იგი მათ აქვს ჩვენთვის სიურპრიზი. ეხლა ვერაფერ წარმოგვიდგენია რა სიურპრიზი აქვს და თურმე რა აღმოჩნდა. თურმე ესენი საღამო ხანს უკვე სამსახური რო დამთავრებულია, ეხლა დიდად რო გითხრათ რა უნდა აკეთოს ხა ადამიანმა იქა, ხო და ესეთი ტრადიცია ქონიათ რა. აღარ მახსოვს როგორ ინაწილებდნენ ამ პასუხისგებლობას. მოკლედ ვიღაცა იყო პასუხისგებელი, ყოველ საღამოს შამპანურის ბოთლი უნდა მოეტანათ, შამპანურის ბოთლი უნდა მოეტანათ და გადაეგდოთ წყალში. გადაეგდოთ რაღაც ადგილი ქონდა, ქვიშიანია ესე იგი ფსკერი და თუ იქ ჩაყვინთავდნენ და ინახავდნენ. მოკლედ ალბათ ესე პირდაპირ არ აგდებდნენ, ჩაყვინთავს ვიღაცა ჩადგამს იქ რაღაც ადგილი აქვს მოწყობილი ფსკერზე. და მთელი ღამე შამპანური ცივდება მოკლედ აქა, ხა ძალიან მაინდა-მაინც არც იმ წყალში არ იყინება, ეს წყალს თბილია, ესე იგი მტკვარი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხა გაგრილებული არის და ესე იგი აქვთ ეს ჩაყვინთული, უნდა ჩაყვინთოს ეხა ვიღაცამ და თურმე ესე იგი ამით აპირებენ ჩვენ გამასპინძლებას ამ ერთი ბოთლი შამპანურით
და გადახდა ერთ-ერთი ყვინთავი, დიდხანს ჭაყვინთავს ამოვა რაღაცა, აქენ იპოვე, ხო და ბოლოს ესე იგი ამოიტანა ესე ხელით შამპანურის ბოთლი, ხო და ნუ მოკლედ დიდი სამით, ხა ჩვენ კი ვიუარეთ, რომ ხა არა ვერ დავлет, მაგრამ რა უნდა დავлет ერთი ბოთლი შამპანური ამდენი ხალხი ვარ და გაგვასინჯეს მოკლედ ეს შამპანური დიდი სამბით აი მაშოლებთან ესეთი დავამყარეთ ესე რომ ვთქვათ მეგობრობა სიახლოვე აი ესეთი საოცარი საიდუმლო გაგვიმჟღავნეს რომ ესენი ყოველ ღამე ესე იგი შამპანურის ბოთლს ინახავენ ფსკერზე შეიძლება ყოველ ღამე არ სვამენ ამას და ყოველ დღე მაგრამ ნუ შენახული კი სულად ეხა აღარ ვიცი როგორ ხდება ეს ეხა მე რა ვიცი იმის მერე მაშოლებთან აღარ მქონია ეს სიახლოვე და არ შეიძლება ეხაც ინახავენ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში აი მაშინ ესეთი რამ შევიტყვეთ და ნუ უკვე ესე იგი ჩვენ ვემზადებით ამ სვეტიცხოვლობისათვის ვემზადებით აი ამ დიდი ნათლობისათვის რომელიც უკვე წირვის შემდეგ უნდა ჩატარდეს და გამოცხადებულია უკვე გამოცხადდა უბრალოდ არ ვიცით რა იქნება არ ვიცით როგორ იქნება და ამიტომ რა თქმა უნდა მობილიზებული არის სამღვდელოება თუმცა უკვე მე მოგვიანებით უკვე საორგანიზაციო მე ძირითადად ეს საორგანიზაციო მხარემავალია და უკვე მე მოგვიანებით ნუ ბევრად უფრო ორგანიზებული იყო ესა და აქ ამ შემთხვევაში ეხლა ვერ გეტყვით რამდენი ადამიანი მოვიდა 1000 ადამიანი მოინათლა იმ დღეს თუ როგორ იყო თუ მეტი კიდე ყოველ შემთხვევაში ეს სამღვდელოება და ნუ ეს ჯგუფის წევრები უკეთებთ ორგანიზაციას და ესე იგი ვაყენებთ ამ ადამიანებს წკრივში რო ერთიანად ამათმა ჩვენ უკვე მივეჩვიეთ გზაზე ნუ მე კი გამომჩა მაგრამ აწყურში იყო დიდი ნათლობა ეხა მახსენდება და ყოველ წელს ტარდებოდა მე გორში იყო დიდი ნათლობა და კასპში აი მოკლედ ეს ნათლობისთვის ხალხი მოდის და ჩვენ უკვე გარკვეული გამოცდილება გვაქვს როგორ ეტაპობრივად როგორ მივახლოვდნენ ესე იგი რა პროცედურები სრულდება ნათლობისას ნუ ეს არის ჯერ შეფუცების ლოცვები რომ ყველამ ერთად უნდა თქვა განაგდებს სატანასა განვაგდებს სატანასა და აი ეს შეფუცების ლოცვები იკითხება მერე ზეთისხება უნდა შესრულდეს და ესენი დგანან ბავშვებთან ერთად ან დიდები და ნუ ზეთი უნდა ეწყოთ, მე წყალში ჩაყვანა, მე მინონის ცხება, თმის შეკვეცა და შემდეგ ესე იგი ნუ მანამდე კიდე შემოტარება, შუაში დაბრძანებულია სახარება, სანთლებიანთია და ეს წრეზე და თუ ბევრი ხალხია, დიდი წრე კეთდება და ეს წრეზე სიარული და ნუ მოკლედ ეს არის ნათლობის პროცედურა. და ნუ ერთი კი იყო ცოტათი საფრთხე ის რომ იმდენი ხალხი იყო რომ მოაწვა ისე მოაწვა რომ შეიძლება დინარეში ჩაცვენილიყო ეს ხალხი რა ისეთი რაოდენობის ადამიანები იყვნენ კი მოვაწყეთ ჩვენ ცალკე პატრიარქისთვის და სამღვდელოებისთვის აი გასაჩერებელი დასადგომი ადგილი დასადგომიო მე მოგვიანებით ცოტა სხვანაირად იყო უკვე მოწყობილი ხო და მაგრამ ნუ ეხა ვერ გეტყვით რა ეხა ვერ გეტყვით აი როგორ მოხერხდა იმიტომ რომ ხო გემით ეხა ზეიდან ეხლა ეს რომ მაშინ ყოფილიყო საშუალება დრონით ან რაღაცით გადაღების ძალიან საინტერესო იქნებოდა ალბათ ზემოდან დაკვირვება მაგრამ მაშინ ამის საშუალება არ იყო და მე აი ამ შუაგულში ვიყავი და ვერ გეტყვით ესე იგი ვერ გეტყვით როგორი მოძრაობა იყო ადამიანების ნაკადი კი აი როგორც მოგახსენეთ ალბათ 1000 ადამიანი ალბათ მინიმუმ 1000 მოინათლებოდა და ბოლოს კი ტრადიციული ესე იგი გამოაცხადეთ განბანვა ანუ უკვე როდესაც ნათლობა დამთავრდა უკვე ვისაც უნდოდა შეიძლებოდა ჩასულიყო მდინარეში და განბანილიყო აი ამ ახალ ნაკურთხ წყალში და ნუ აი ასეთნაირად ფაქტიურად შეიძლება ითქვას ეს იყო დასასრული პირველი წმინდა ნინოს გზაზე პირველი მსვლელობის ნუ ტაძარში ეს ტრადიციაც მაშინ დამკვიდრდა ტაძარში პატრიარქმა გადმოგვცა აი ამ სვეტიცხოვლობის წირვისას გადმოგვცა აი ეს სიგელები მაშინ
პატრიარქმა დააბეჭდინა თვითონ უშუალოდ, გადმოგვცა ეხლა ვერ ვიხსენებ პირველ წელს მუნის ახარებები გვაჩუქა ყოველ წელს აუცილებლად ციგელი და რაიმე საჩუქარი იყო წიგნი რომელიც ძალიან ძვირფასი იყო არის შოვებოდა მაშინ ეს წიგნები ერთხელ ფსალმუნები გვაჩუქა პატრიარქმა რა ვიცი აი სხვადასხვანაირ წიგნებს ჩუქნიდა ჩვენ წინასწარ არ ვიცოდით რას გვაჩუქებდა გზები წლების განმავლობაში ვიძახი მაგრამ ყოველ წელს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან წიგნს ჩუქნიდა რელიგიური შინაარსის რა თქმა უნდა ბოლცვანს ან რაღაც და მოკლედ ეს სიგელები გადმოგვცა და ამითი შეიძლება ითქვას ამითი დასრულდა პირველი მოგზაურობა წმინდა ნინოს გზაზე ფარავნის ტბიდან მცხეთამდე თუმცა ცოტა ხანში მერე პატრიარქმა დაგვიბარა კიდევ ერთხელ და აი მაშინ კიდევ ერთი აზრი გაჩნდა რომ ეს მოგზაურობა უნდა გაგრძელდეს და პატრიარქმა გთხოვა რომ მოვემზადოთ და ესე იგი ეს მოგზაურობა გავაგრძელოთ მის სამშობლოში ანუ ხევში რომ დავგეგმოთ და ესე ფეხით ჩავიდეთ ხევში მანქანებით და ხევი კი ფეხით მოვიაროთ და ყველა სოფელში შევიდეთ და ჩავატაროთ აი ეს ნათლობები ეს გადაგება ფეხით რომ ვიაროთ ხევში და მინდა გითხრათ რომ ეს ძალიან შთამბეჭდავი მოგზაურობა იყო ჩვენი პირველი ნაცნობობა იყო ხევთან კი ხა იქ აღარ არის სასაზღვრო ზოლი და რაღაც კი არის მაგრამ მაინც ეს საბჭოური კარჩაკეტილობა მაინც სხვა რამეა მაგრამ ამის შესახებ უკვე მე მოგიყვებით შემდეგ საუბარში მოვყვები როგორ გაგრძელდა ეს წმინდა ნინოს გზა იმ წელს 1999 წელს და აი შემდეგ წლებში როგორ გაგრძელდა დღეს კი ამითი დაგემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი